სამყაროში როგორ მოგზაურობა იქ მქონდა, რა თქმა უნდა, სამყაროში მოგზაურობა წიგნის გარეშე შეუძლებელი, ეს არის ალბათ საუკეთესო საშუალება ამისათვის და ძალიან გასახარია, რომ წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ქვია Tbilisi Book Days, რომელიც წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ტარდება, უკვე მეორედ გაიმართება, მაგაც მოდი ამის უფრო მეც გვიამბობთ ამის შესახებ, მაკა. 26 ნოემბერს წელს უკვე მეორედ თბილისის ექსპო ჯორჯია საგამოფენო პავილიონებში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება და 4 დღეს გაგრძელდება ფესტივალის ფარგლებში 17 გამოფენა და სხვა არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთა შესახებ დეტალურად ფესტივალის კურატორი და წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ბატონი ოთარ ყარალაშვილი გვესაუბრება. მოგესალმებით ბატონ ოთარ. რას გეგმავთ წელს განსაკუთრებულს და განსხვავებულს იმისგან, რაც შარშან შესთავაზებთ დაინტერესებულ სტუმრებს? წელს შემიძლია თქვა, რომ თითქმის გაორმაგდა და პროგრამა ფესტივალის შარშანაც ხო საინტერესო იყო და წელს უბრალოდ ისე მოხდა, რომ იმდენი შემოთავაზება მივიღეთ, სხვადასხვა ძალიან საინტერესო. და უარს ვერაფერზე ვერ ვამბობდით, ამიტომ ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა გვექნება. პირველ რიგში ეს შეეხება საერთაშორისო ილუსტრაციის გამოფენებს. ჩამოყვანილი გვეყოლება ვარსკვლავი ილუსტრატორები, შეერთებული შტატებიდან, ბრაზილიიდან, ბელგიიდან, ხორვატიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ეს იქნება წამყვანი ილუსტრატორები და მათი ერთობლივი გამოფენა იქნება დიდი. არის 200-მდე ნამუშევარი. წიგნის ხელოვნების ცენტრის წინ არის გრძელი კედელი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ თბილისში სრულად უნიკალური რამე და ვთხოვოთ მართლა წამყვან ილუსტრატორებს სოფლიოსი, რომ ეს კედელი მოგვიხატო. ძალიან გაიზარდა საბავშვო ღონისძიებების მასშტაბი. ეროვნული მუზეუმი ჩაატარებს ფანტასტიკურ შოუს, გათხრების იმიტაცია იქნება, პირდაპირ მოაწყობენ ეს ტერიტორიას, სადაც მოეწყობა ნამდვილი გათხრები, ბავშვებს ექნებათ საშუალება, რომ აღმოაჩინონ და შემდეგ დაამუშავონ ექსპონატები. ასევე ჩვენ გვექნება ფანტასტიკური შოუ დოქტორ მოლეკულასი, ძალიან ცნობილი შოუ არის, რომელიც ატარებს ფიზიკურ და ქიმიურ ექსპერიმენტებს, ოღონდ ეს ამას აქვს შოუს სახე, იქვე სცენაზე აფეთქებს რაღაცებს, სრული სიგიჟე არის. ძალიან საინტერესო 4 დღეელის ფესტივალის სტუმრებს ფიქრობ. მე იმედი მაქვს, რომ ხო, იმედი. უღრმესი მადლობა. ფესტივალის ფარგლებშივე დაგეგმილი არის ვირტუალური გამომცემლობა ვირგამის მხატვარ ილუსტრატორთა ნამუშევრების გამოფენები. ჩემს გვერდითაა ერთ-ერთი ილუსტრატორი თათიანა დარეიშვილი, რომელიც ფესტივალზე საკუთარ რამდენიმე ათეულ ნამუშევარს წარადგენს. თათია, თქვენ შარშანაც მიიღეთ მონაწილეობა, რამდენადაც ვიცი ფესტივალში, აი თქვა წელს როგორი გამოცდილებით და რა სიახლებით და შემართებით ხვდებით ფესტივალს, ან როგორია თქვენ სამზადისი? მოგესალმებით. წელს ჩემ წიგნთან ერთად ვირტუალური გამომცემლობა ვირგამის კიდევ 11 წიგნი იქნება წარმოდგენილი თავისი ილუსტრაციებით. ეს ვირტუალური გამომცემლობა ვირგამი არის წიგნის ხელოვნების ცენტრის მუდმივი პროექტი, სადაც ილუსტრატორები ქმნიან უმეტესად საკუთარ ტექსტზე წიგნებს და შემდეგ ეს წიგნები იფინება, უკვე წელს იყო მსოფლიოს ყველა წამყვან წიგნის ბაზრობაზე გამოფენილი. ჩვენ გვყავდა მენტორები წელს, რომლებიც გვიტარებდნენ ვორქშოპებს, გვაძლევდნენ რჩევებს, გვეხმარებოდნენ ამ პროექტების განვითარებაში. ეს მე მგონი ყველა ქართველი ილუსტრატორისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა და წიგნის ხელოვნების ცენტრი, რაც თავარია, ყველას აძლევს საშუალებას, რომ შეძლონ მოვიდნენ და ეს გამოცდილება მიიღონ. მეხუთე პავილიონში იქნება ასევე კონკურსის გამოფენა, რომელიც ჩატარდა პირველად საქართველოში წელს, ეს არის სურათებიანი წიგნის იდეის კონკურსი. ამ კონკურსზე შემოვიდა 60-მდე განაცხადი, ეს ასე ძალიან კარგი ციფრია საქართველოსთვის. კონკურსს ეყოლება ვარსკვლავური ჟიური, მართლაც წამყვანი ექსპერტები და ძალიან გამოცდილი ადამიანები, რომლებიც შეაფასებენ, გამოავლენენ 3 გამარჯვებულს და დაჯილდოება მოხდება თბილისის წიგნის დღების დახურვაზე 29 ნოემბერს. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 26-დან 29 ნოემბრის ჩათვლით თბილისის ექსპო ჯორჯია საგამოფენო პავილიონებში, მათ წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ელით არაერთი საინტერესო გამოფენა თუ სხვადასხვა ღონისძიება, განკუთვნილი სტუმართა განსხვავებული ასაკისა და ინტერესების სტუმრებისთვის და პლუს ამას თქვენ გელით 4 დღიანი ტრადიციული წიგნის ბაზრობა და სპეციალური ფასდაკლებები. არაჩვეულებრივი სიუჟეტი იყო, არაჩვეულებრივი კარგი ამბებით, იმიტომ რომ კედლის მოხატვა ქალაქში ეს არის ჩემი რაღაცა ოცნება და მით უმეტეს ესეთ ცნობილი ილუსტრატორები თუ გააკეთებენ ამას და მინდა ვთქვა, რომ ილუსტრაციები წიგნისთვის არის ის კარები, რომლითაც ბავშვი აღებს და შედის წიგნის სამყაროში.